აქ 6 წლის უკან მოვედით შუაღამის 2 საათზე მცხეთობა ღამეს. ჩემი მცირე ბარგით და ჩემი ძროხები. ჩემმა პროფესიულმა კუთხემ და ბავშვობიდან დღემდე ბუნების უზომო სიყვარულმა მაკეთებინა ეს ჰუმანიტარული საქმე, რასაც ქვია გაჩეხილი და გაუბედურებული ბუნების აღდგენა. მე ვარ ვასილ ალიბეგაშვილი, ლანდშაფტის დიზაინერი, მივატოვე ერთ-ერთი ულამაზესი პრესტიჟული ქალაქი და გადმოვცხოვრდი ველურ ტყეებში სამუდამოდ. სოფელი წყლულეთი აქაურობას დაერქვა 10 საუკუნის უკან. ეს არის დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილი სოფელი. ამ ადგილიდან, აი სადაც ჩვენ ვიმყოფებით, 7 კილომეტრ ნახევარში არის დიდგორის ბრძოლა, რადგან ეს სამკურნალო წყალია. აქ მოაწყო სამხედრო საველე სავადმყოფოები, ასე ვთქვათ, ანუ ლაზარეთები, წყლულების მოსაშუშებელი ადგილი ეწოდებოდა ადრე. ვიყიდე დანგრეული სახლი, ყველაზე დიდი საცოდაობა და უბედურება რაც აქ დამხვდა, ეს იყო ბრაკონიერების მიერ უკონტროლოდ გაჩეხილი ეს სასწაული ფლორა. ვიცხოვრე მთელი წელი 9 კვადრატულ ოთახში, სადაც 50 ადგილიდან წყალი ჩამოდიოდა, იატაკი არ მქონდა, კარფანჯარა არ იყო და ცელოფნები მქონდა გაკრული. ერთადერთი მეგობარი მედგა შეშის ღუმელი. 9 კვადრატში გავატარე 1 წელი, მე ჩემმა ძროხებმა ვიყავით უბედნიერესად. ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერი თვეები, წლები და დღეები ჩემს სიცოცხლეში. აბა, მოისწრე კულტურა, რომელიც გასწავლე, ის უხვად გამოიყენე სტუმრებთან, ჩემო სიკეთე. მთელი წელი აი ამ მიმდებარე სადღაც 2000 კვადრატული მეტრი მუნიციპალური ტერიტორია ეს ჩემი პირადი ტერიტორია არ არის, მაგრამ ბუნება ხო ყველასია, ხო ყოველი ჩვენთაგანისა. და დავიწყე უამრავი სამრეწველო ნაგვის აგროვება. მასებმა ბოლოს 2 და 3 სატვირთო მანქანა შეადგინა. დაჩეხილი ტყეების აღდგენას ვუნდები დღემდე. ბუნება ზოგადად თვითგანახლებადი კულტურაა, თუმცა თუ ადამიანი ეხმარება, იღებს აი ესეთ სურათს. ყველაზე დიდი ბედნიერება მაინც ქალბატონო შორენა, რაც მე აქ დამხვდა, ეს არის საქართველოს წითელი წიგნის, ანუ წითელი ნუსხის უნიკალური მრავალი მცენარის ერთობლიობა. აი ამ პატარა ადგილზე. ეზოში ფაქტიურად მაქვს მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილი მცენარე არის თავმოყრილი ჩემთან. ტყეში სიარული ზოგადად ფეხით მოძრაობა არის ჩემი ჰობია ეს. და ტყეში რომ მივდივარ, მიმაქვს მუდამ ხელსაწყოები, სასხლავი მაკრატელია ეს თუ მცირე ხერხები და ასე შემდეგ და 1000-ობით და 100,000-ობით პატარა მცენარეებს ვაფორმირებ, რომ ძალიან მალე გაიზარდნენ და მივიღო დაბურული უღრანი ტყეების პეიზაჟები. არასოდეს საკვების პრობლემა არ მაქვს, იმიტომ რომ ეკოლოგიურად ჯანსაღ პროდუქციას ტყევე მაძლევს. სოკოს ვაგროვებ, ის ნობათია უამრავი, ველური ნიგბზები დგას იმაში, რა ქვია, ტყეებში და ვიღებ ნაყოფს და ვარ ბედნიერი. დაუშვათ მსოფლიო ხელმძღვანელობა მათ უკან ნიუ-იორკი, პლუს ლონდონი და პლუს პარიზი და პლუს თველი თბილისი. ცოცხალი თავით მე იქით არასოდეს გამოვიხედები. პირობას ვდებ ღვთისა და ერის წინაშე.